ბრაზილიის ქალაქ ბელემში მსოფლიოს ლიდერები გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე შეიკრიბნენ. წელს კონფერენცია მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის შუაგულში ტარდება. ლიდერებმა სერიოზულად უნდა აღიქვან მეცნიერთა გაფრთხილებები. ამ სიტყვებით გახსნა მასპინძელმა COP20. ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ თქვა ისიც, რომ დროა ლიდერებმა სიმართლეს თვალი გაუსწორონ და გადაწყვიტონ, აქვთ თუ არა ნება და გამბედაობა რეალობის შესაძლებლად. რიო დე ჟანეიროში ჩატარებული დედამიწის სამიტიდან 20 წელზე მეტი გავიდა. კლიმატის კრება დაბრუნდა იქ, სადაც იგი დაიბადა. დღეს მთელი მსოფლიოს მზერა ბელემისკენ უდიდესი მოლოდინით არის მიპყრობილი. ისტორიაში პირველად კლიმატის სამიტი ამაზონის გულში ჩატარდება. ყოველწლიურად შესაძლოა 250,000 ადამიანი დაიღუპოს და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა 30%-ით შემცირდეს. სწორედ ამიტომ იქნება COP20 სიმართლის კონფერენცია. დადგა დრო მეცნიერთა გაფრთხილებები სერიოზულად მივიღოთ. დადგა დრო რეალობას თვალებში შევხედოთ და გადავწყვიტოთ, გვაქვს თუ არა გამბედაობა, ნება, რომ ეს რეალობა შევცვალოთ. COP20-ზე შეკრებილებს მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. სიტყვით გამოსვლის ეს მან ახალ გლობალურ ამბიციებზე ისაუბრა და ქვეყნებს მოუწოდა. შეინარჩუნონ ეგრეთ წოდებული 1,5 გრადუს ცელსიუსიანი მიზანი, რაც იმას გულისხმობს, რომ გლობალური დათბობის მაჩვენებელი ამ ნიშნულს არ უნდა ასწდეს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის გადაწყვეტილებას იყოს ამ ცვლილებების ლიდერი, რათა მთელმა მსოფლიო მისარგებლოს მდგრადი მომავლისგან მიღებული უპირატესობებით. ჩვენ აქ ვართ ამაზონის ტყის კარიბჭესთან და დიდი მოლოდინები გვაქვს. ეს უნდა იყოს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, რომელიც 1,5 გრადუს ცელსიუსის ფარგლებში დარჩენას უზრუნველყოფს. კონფერენცია, რომელიც გააძლიერებს ჩვენს განზრახვას 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების რაოდენობის, გასამაგებისა და ენერგოეფექტურობის გაორმაგების მიმართულებით. კონფერენცია, რომელიც შედეგს მოუტანს იმ ქვეყნებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების დამანგრეველი ზემოქმედების მიმართ ყველაზე მოწყვლადები არიან. ევროპული კავშირი მზად არის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს. ჩემი გზავნილი ძალიანათელია. ევროპა რჩება თავის კურსზე. ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ მხარდაჭერას, რომ მათაც იგივე გზა აირჩიონ, რადგან მთელი მსოფლიო უნდა სარგებლობდეს სუფთა ენერგიაზე გადასვლის უპირატესობებით. როგორც ევროკავშირი ჩვენს წილს შევასრულებთ, რათა COP20 წარმატებული იყოს. აქ ვართ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ვალდებულებები, კიდევ უფრო დავაჩქაროთ ამ ვალდებულებების შესრულება, გამოვასწოროთ ხარვეზები, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და მივაღწიოთ რეალურ პროგრესს. ძალისხმევა არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, რომელთა დათვლაც თითებით შეიძლება. ყველამ, ვისაც ეს შეუძლია, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კონფერენციაზე. 2015 წელს მსოფლიო საუკუნის ბოლოსთვის 4-5 გრადუსამდე დათბობისკენ მიემართება. პარიზის შეთანხმებისა და სახელმწიფოების, ბიზნესების, ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით ცვლილება დაიწყო. დაიწყო ნაბიჯების დაგეგმვა, ინვესტიციები, შემუშავდა ახალი მეთოდოლოგია და ახლა პროგნოზი 2,8 გრადუსამდეა შემცირებული. რა თქმა უნდა, ეს პატარა ცვლილება არ არის, რადგან ყოველი მე-10 გრადუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ცხადია, ეს საკმარისი არაა და როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა შეგვახსენა, ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, რომელიც 10 წლის წინ პარიზში ერთად დავისახეთ. გაეროს კლიმატის კონფერენცია 21 ნოემბრამდე გაგრძელდება. COP20-ს არესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ინდოეთის ლიდერები. სწორედ ეს ქვეყნები ითვლებიან მსოფლიოში მოწინავედ ჰაერის დაბინძურების მხრივ.